მოგესალმებით. Online რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, დაგვიანებით, თუმცა მაინც გადაცემით ჰორიზონტის მიღმა გიბრუნდებით, მე მისი წამყვანი ტრადიციულად ესმა გუმბერიძე ვარ. საერთოდ ახალგაზრდების წელს და ზოგადად ძალიან ხშირად საუბრობთ უკვე იმაზე, რომ პოლიტიკური სპექტრი დღევანდელი არის მიუწვდომელი, ძალიან ბევრი ყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ პროტესტი, აქვთ ნაკლები ნდობა პოლიტიკოსებისადმი და თანამდებობის პირებისადმი. თუმცა ასე ხშირად ისმის კითხვები ახალგაზრდებისადმი, თქვენ რომ აკრიტიკებთ სხვას, რას თავაზობთ სისტემას, რას თავაზობთ ახალს. სწორედ ამიტომ გადავწყვეტებ დღეს ამაზე საუბარი პოლიტოლოგთან, გრიგოლ გეგელიასთან, სხვადასხვა უნივერსიტეტების მოწვეულ პროფესორთან, პოლიტიკის მეცნიერების და ისტორიის დარგში, რომელიც ასევე არის ახალგაზრდა და ბუნებრივია დაინტერესებული პოლიტიკური ამ სხვადასხვა საკითხებით. გრიგოლ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში. მონაწილეობისთვის და დატვირთული გრაფიკის და შეხვედრების მიუხედავად, სწორედ ამიტომ მოგვიწია ჩვენი გადადება შეხვედრის. პირველ რიგში ძალიან საინტერესო არის რა ვითარება არის დღეს ქართულ პოლიტიკაში მიღწევადობის კუთხით. რამდენად ადვილია რიგითი მოქალაქისთვის, რომ შეაღწიოს თუნდაც გადაწყვეტილების მიღებ პირებთან და მიღებ წრეებში და მოახდინოს რეალური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. რას თავაზობს სისტემა? ერთი რას თავაზობთ ჩვენ სისტემას, როგორც ახალგაზრდები, მაგრამ რას თავაზობს სისტემა ჩვენ? მოგესალმებით ესმა, უღრესი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ძალიან საინტერესო თემის წინ წამოწევისთვის, რასაც არ ხდება საკმარისი რაოდენობით ჩვენს ქვეყანაში საუბარი, სამწუხაროდ. კითხვა შესანიშნავია, რა შანსებს გვაძლევს, ესე ვთქვათ, სისტემა იმისთვის, რომ ჩავერთოთ, იმისთვის, რომ რაღაც გავლენა მოახდინოთ. პასუხი არის შანსები არის შემზარავად დაბალი. პირველი დაუმთავრებისაც შეიძლება იქნა ხსენებული ახლა შესავალში არის ის, რომ არანაირი პოზიტიური ინცენტივა, პოზიტიური ახალისების მექანიზმი არ არის იმისა, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ პოლიტიკაში, მეორე რომ პოლიტიკა არის გადაგვარებული, თვითონ პოლიტიკის იდეა არის გადაგვარებული, ის რას უნდა ნიშნავდეს პოლიტიკა და პოლიტიკა თავისი კლასიკური არსით მოგეხსენებათ ნიშნავს საერთო ინტერესზე, საჯარო ინტერესზე საუბარს. საქართველოში პოლიტიკა ნიშნავს ორი დიდი პარტიის წევრთა მიერ ერთმანეთში ძიძგილაობას, ბიზნესების გაყოფას, ძალაუფლების განაწილებას ერთმანეთში, გავლენების განაწილებას ერთმანეთში და არა საერთო სოციალური და პოლიტიკური ინტერესების შესახებ საუბარს. ახსენეთ პოზიტიური რაღაცა წამახალისებელი, რომ ახალგაზრდა წავიდეს პოლიტიკაში. რა შეიძლება იყოს ასეთი პოზიტიური წამახალისებელი? ეს პოზიტიური წამახალისებელი პირველ რიგში უნდა იყოს უფრო თავისუფლად არსებული კაპიტალი, ფინანსური რესურსი ასაკურველია. პირველ რიგში ქართულ პოლიტიკაში რაც პრობლემად შეეხება, ხო, იმ თავიდან გინდა ახალგაზრდა იყო, გინდა უფრო ხნიერი. ყველა ვარიანტში შეიძლება ახალი ტიპის პოლიტიკის წარმოებას ცდილობა, რა თქმა უნდა, აქვს დონორების პრობლემა. ხო, ამას აქვს თავისი ობიექტური განმეორებები. პირველი, იმიტომ რომ ქართული საშუალო ფენა, ეკონომიკური საშუალო ფენა არის ძალიან პატარა და არის ძალიან არასტაბილური, ყიფილ მდგომარეობაშია. იმდენად რომ მას საკმარისი რესურსები ან დასურვილია გააჩნია იმისათვის, რომ თქვათ რაღაცა მასობრივად დააფინანსოს რაღაც ახალი წამოწყება და გარკვეული ტიპის საქმეები ასაკურველი პოლიტიკაში ყოველთვის საჭიროა იმ აუცილებელი საჭიროებებისთვის, რასაც მოითხოვს შენგან პოლიტიკური ტიპის ბრძოლა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, ხო, რაც არ არის. მეორე პრობლემა ის არის, რომ ეს ორი დიდი პარტია, განსაკუთრებით, თუმცა ზოგადად პარტიული კლასი, დღევანდელი, ყოველთვის ცდილობს, რომ ჩაახშოს ახალი ინიციატივა, ყოველთვის შიშით და სკეპტიციზმით უყურებს სიახლეს. ამას გასაგები მიზეზები აქვს, იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში, იმ დროის განმავლობაში, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია, ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა უამრავჯერ დააღალატა ქართველი ხალხი. განსაკუთრებით ზოგიერთი ჯგუფები, მაგრამ შეიძლება ითქვას ქართველი ხალხი ზოგადად. და ეხლა როდესაც ჩვენ მაგალითად ამაზე ვსაუბრობთ, გასაგებია მათ ყოველთვის ამის განცდა, რომ კონკურენტები გამოუჩნდნენ და სწორი ძალიან გამოუჩნდით ნამდვილად კონკურენტები, ვისაც აღარ გვაქვს არანაირი სრული ავიტანოთ ეს ფსევდოპოლიტიკურობა, ეს აიპოლიტიკურობა და ვისაც გვაქვს ძალიან კაფიო იდეა და კაფიო ცოდნა იმის შესახებ, რომ როგორ გვინდა შევცვალოთ
ჩვენი სოციალური და პოლიტიკური რეალობა. რეალურად რაღაცის გაკეთების სურვილი და არა ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლის სურვილი. მაგრამ აი თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ძნელი არის დამოუკიდებელი ალბათ ესეთი დამწყები ერთეულისთვის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. და მაგალითად თუ პარტიის შიგნით გაწევრიანებით მოხდება რომელიმე პარტიის შიგნიდან ასე ვთქვათ შეცვლა, ეს რამდენად შესაძლებელია? წარმოვიდგინოთ მაგალითი, რომ საშუალო ახალგაზრდა, რომელსაც აქვს იდეები, აქვს მოტივაცია, განათლება, გამოცდილება და ინტერესი პოლიტიკური საქმიანობის, შევიდა რომელიმე მსხვილ პარტიაში. რამდენად აქვს მას შანსები, თუ არ ყავს გავლენიანი ნაცნობები, არ არის მილიონერი და არ აქვს ფინანსური რესურსი, რომ თავისი იდეებით როგორც არის, მსხვილ პარტიებში შესვლას რატომ არ აქვს ასე ხა ეს ვთქვათ, ხო? პირველი რამოთარს იმიტომ რომ ორივე პარტიას აკონტროლებს ერთი ადამიანი რეალურად, ალბათ ადამიანთა მცირე ჯგუფი, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში თუ ავიღებთ და შენ რაც უნდა გავლენიანი იყო კიდევ, რომც იყო გავლენიანი, რომც იყო ცალკე მილიონერი და ასე შემდეგ, აზრი არ არის რეალურად, იმიტომ რომ შენ თუ შეხვალ ნაციონალურობაში სააკაშვილის ნება არის დომინანტური და თუ შეხვალ ქართულოცებაში იქ რა თქმა უნდა ივანიშვილის ნება არის დომინანტური. ამიტომ რამდენი გავლენა ზონა ქონდეს შენი, შენ იქ შედიხარ იმისთვის რომ მათ ნებაში ჩააჯდე. არა იმისთვის რაღაც იდეები განახორციელო, ხო, რაღაც ვთქვათ კონკრეტული პოზიტიური ის ესე იგი წაწიო წინ, რაც არის ჩვენ შემთხვევაში პრიორიტეტი, ხო? ჩვენაირი ტიპის ადამიანები მინდა რომ კონკრეტული შინაარსები წავწიო წინ, არა? ჩვენ არ ვადადებს ივანიშვილი, სააკაშვილი, მარგველაშვილი, თუ ზურაბიშვილი თუ ეს ყვარები, ხო? ჩვენ არ ვადადებს ეს ჯიბის პარტიები და ჯიბის პარტიის პრინციპი, რომ ერთი ადამიანის ნების გამტარი არის პარტია და არა ინტერესთა კოლექტიური კრების, ასე თუ ვიტყვით, ხო, ინტერესთა კოლექტივის გამტარი პარტია უნდა იყოს ხალხის ინტერესებში, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში მდგომი პოლიტიკური გაერთიანება და არა ვიღაც ადამიანის, რომელიც მას ასე ზევიდან მოქცევია. შიდა დემოკრატია არ არის. ცოტა ძნელი არის, რომ დავიჯეროთ და ძალიან დასაჯერებელი, რომ თითო ადამიანი, თითო პარტიაში აკონტროლებს ყველაფერს. ალბათ რაღაცა დოზის ინიციატივას ისინი უშვებენ და ზუსტად ეს მაინტერესებდა ამ შემთხვევაში. რამდენად აქვს აი ასეთ ახალგაზრდა შანსი, რომ ეს თავისი ინიციატივები წინ წამოწიოს და არ იყოს მთელი ცხოვრება მხოლოდ უბნის კოორდინატორი, არამედ ესე კარიერულად წაიწიოს და თუნდაც მივიდეს საკრებულომდე ან საპარლამენტო სიამდე, როგორც მაგალითად ეს გერმანიაში ხდება და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ხო, ვიცით რომ მაგალითად ანგელა მერკელმა ესე რიგითი არ ვიცი კოორდინატორით თუ რითიც დაიწყო პარტიაში საქმიანობა და შემდეგ გავიდა და დაწინაურდა და მივიდა კანცლერობამდე. აი ეს გაიზარდა პარტიის შიგნით. ეს რამდენად ხდება ჩვენს რეალობაში? მე ვერ ვთქვი დააზუსტებით, იმიტომ რომ მე არასდროს მადლობა ღმერთს ამ ქორია სურვილი ყოფილიყავი ან ერთი ან მეორე აი პარტიიდან ასე ან რომელიმე წევრი. ან მესამე მეოთხე ან 240-დან ნებისმიერ პრინციპში ან ქონია რაღაცა ამის სურვილი, იმიტომ რომ არც ერთი პარტია ჩემს იდეოლოგიურ მოთხოვნილებებს არ აკავშირებდა და არ მარტო ჩემს, არამედ ყველაზე გაჭირებული კლასების ინტერესებს არც ერთი პარტია რეალურად არ იცავდა და არ იცავს და ჩვენ გვინდა რომ ზუსტად რაღაც ისეს მივახციოთ, რომელიც დგას რეალური ადამიანების რეალური საჭიროებების სამსახურში. მაგრამ ზოგადი წარმოდგენების მე მაქვს საკმაოდ ჩადებული ვარ, შეიძლება ითქვას საბოლოო ჯამში ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზოგადი წარმოდგენას მე მექრება და ასევე საუბრებიდან რაც ვიცი არის ის, რომ ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე ღირსეულს, რაიმე ქმედიც მიაღწიო ამ ქართული პოლიტიკის გზით, ამ თაზგას ილოვარესეს საჯარო სამსახურში იყო და იქაც როგორც ჩანს ორი-სამი ადამიანი წვეთს რა ვთქვათ რა კურსით უნდა წავიდეს. დემოკრატია არც ერთ შეზერვა ჩვენი ცხოვრების, რასაც ადრეს ხშირად ისაუბრია წუხილით, რომ ჩვენ არ გვაქვს თვითმმართველობა, არ გვაქვს არც ქალაქების დონეზე რაღაც რეალური დემოკრატია, ეროვნულ დონეზე საერთოდ გვაქვს და არც სხვა საჯარო უწყებებში არ გაგვაჩნია. დემოკრატიული ეთიკა არ გვაქვს საერთოდ ჯამში და ეს იწვევს სწორედ იმას, რომ შენ გიწევს სხვის ნებაზე სიარული თუ ამ პარტიებს გაეკარები. თორე მე რომ ნუ ამ პარტიებს შესვლა, ნამდვილად ვიქნებოდი კანახნის შესული ან ერთში ან მეორეში და ვიქნებოდი რაღაც რიგითი რაღაცა სახესავით ალბათ მეც, რომელსაც იყენებენ იმისთვის, რომ თავისი ნამდვილი ნება გაატარონ და აი ეს შემთხვევაში შეიძლება რა თქმა უნდა ერთი-ორი იდეა გაგატარებინონ ხო ცდილობისთვის, ასე თუ ვიტყვით. მაგრამ ეს არის ეს, იმის იქეთ შენ ხარ ივანიშვილის პარტიაში ან სააკაშვილის პარტიაში. მაგრამ არ ხარ პარტიაში, რომელიც ემსახურება ქართულ ხალხს და მის ყველაზე მთავარ ინტერესებს და ჩემთვის პოლიტიკა არის ეს და ამიტომ არ ყოფილვარ, არ ვარ და არც ვაპირებ ვიყო რომელიმე არსებული პარტიის წევრი.
დიახ, აი როგორია ზუსტად ეს შიდა პარტიული დემოკრატია ერთხანაც რომ განმარტოთ კარგად რას ნიშნავს ეს? აი როგორი დღეს რა რეალობაც გვაქვს ვიცით, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს, როგორი ხედვა გაგვიყვება? პირველ რიგში შიდა პარტიული დემოკრატია გულისხმობს, რომ ყველა ტიპის საკითხი დაწყებული იმიტომ პარტიის ლიდერშიპი, ხო, თქვა პირველი რამდენიმე სახე, ხო, თქვა კომიტეტების თავმჯდომარე, თემატური, თქვა კომისიების და კომიტეტების თავმჯდომარე და ასე შემდეგ, რომ ეს ხდება ერთობლივად პარტიული დემოკრატიის, ანუ პარტიის წევრთა დემოკრატიის შიდა დემოკრატიული გადაწყვეტილებით, სადაც ნახევარზე მეტი ირჩევს როგორც კონკრეტულ პიროვნებას, ასევე კონკრეტულ კურსს. ეს ერთი. მეორე და მთავარი და ალბათ უმთავრესი არის, რომ პარტია, თუკი პარტიას დემოკრატია გააჩნია, ერთობლივი განხილვის რეჟიმში ადგენს იმას, თუ რა კურსები უნდა აიღოს პარტია. თქვა, რას ფიქრობს ნატოზე, რას ფიქრობს ევროპულ კავშირზე, რას ფიქრობს ისრაელის და პალესტინის კონფლიქტზე, ეს ერთი პირობითი მაგალითი, ხო? რას ფიქრობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირველ რიგში ასაკურველია, საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჯანდაცვაზე. აი პარტია ერთობლივად განიხილავს აი სხვადასხვა მოდელებს, სხვადასხვა კურსებს და ერთობლივად ადგენს. და პარტიული დემოკრატია გულისხმობს არა პოლიტიკოს წევრებს მეცნიერებს, ხო? არამედ კავშირში გულისხმობს მთელს წევრთა, ესე იგი, მთელს ყველა დელეგატის ესე იგი დემოკრატიულ გადაწყვეტილებას, ხო? ანუ ყველა წევრის გადაწყვეტილებას, ვინც კი პარტიაში იმყოფება, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხო? აი ესეთი რამ გჭირდება, სადაც ხალხი არა მარტო რაღაცას წვეთს, წელიწადში ერთხელ ერთად მუშაობენ პოლიტიკურ იდეებზე, ხო? რა ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის აქ და ახლა. აი მას უნდა წვეთდეს ერთობლივად მართლა დემოკრატიულ პროცესში მთელი პარტიის წევრები, ყველა წევრი პარტიებისა. და აი ამის კარგი მაგალითი დღეს რომ ვახსენოთ, მსოფლიო მაგალითი, ეს არის ჯერემი კორბინი და მისი ლეიბორისტული პარტია, ხო? სადაც ზოგ შემთხვევაში პარტიას უკავია ისეთი პოზიციების ბრიტანეთში, სადაც პარტიას უკავია ისეთი პოზიციების, რომელიც არ არის კორბინის კერძო პოზიცია, კორბინის ხონერ გააკეთებდა, ხო? ასე თუ ვიტყვით, მისი ავტორიტარული ნება რო ყოფილიყო, მაგრამ პარტიამ აი დემოკრატიულ პროცესში მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ესეთი პოზიცია უნდა რომ დაიკავოს და კორბინი როგორც ლიდერი განასახიერებს ამ პოლიტიკურ ნებას, არა თავის პოლიტიკურ ნებას, როგორც საქართველოშია ჩიბის პარტიებში, არამედ პარტიული დემოკრატიის პოლიტიკურ ნებას და აი ეს არის პარტიული დემოკრატია. და ამას ჩანაცვლებადობას ხო ფიგურების და ის რომ 25 წელი, 20 წელი ერთ და იგივე ადამიანები არიან. იმიტომ რომ გინდა არ გინდა, მაშინ გამოდის რომ ისინი იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილებას. ეს დავუყურებთ გენერალურად, რომ შეიძლება რასაკვირველია პარტიული, ან თუნდაც პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ერთი ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში, 20 წელი, 25 წელი, 30 წელი, ხო? ეს შეიძლება აი მაგალითად ბრიტანეთში, იმავე ლეიბორისტული პარტიის, რომელსაც ახლა ვაქებ, წევრი არის სახელგანთქმული დენის სკინერი, რომელიც ძალიან ცნობილი არის იმით, რომ 50 წელზე მეტი არის ზის და წარმოადგენს ერთ ოლქს, ბოლსოვერს და ცნობილია აგრეთვე თავისი ესეთი ეპატაჟური გამოსვლებით და თავისი ანტისისტემური განწყობებით და თავისი ძალიან კარგი იუმორით, ხო? ეს კაცი ნახევარი საუკუნეა ბრიტანეთის პარლამენტში ზის, ნახევარი საუკუნე. მაგრამ ნახევარი საუკუნეა იცავს ერთი და იგივე იდეალებს. კი არ ყოფილა 7 პარტიაში, როგორც ეს ქართული პოლიტიკანები არიან ხოლმე, ხო? კი არ ყოფილა 5 პრემიერ-მინისტრის ტაშის დამკვირვებელი და 6 პრეზიდენტის რაღაცა ესე იგი გამმართველებელი, ხო? ფონი. კი, არის ფონი არ ყოფილა 50 წელია ეს ადამიანი ერთი და იგივეს გაყვირის. აი ახლა უკვე 80 გადასცა, მეგონი 90 გადასცა უკვე ამერია საფალავი, ერთი და იგივეს აპარატოს ეს კაცი. იცავს მშობელთა უფლებებს, იცავს სოციალურ პოლიტიკას და იცავს წესიერებას, ხო? ანუ ხა ეგეთი თუ იქნება ღმერთმა ინებას 80 წელი ძიშეს კიდევ რაღაცა პარლამენტში, ხო? მაგრამ აი ისინი ჩვენთან როგორცია, ხო? რომ ახალი მილიონი როდეს გააკეთოს, ახალი ბიზნესები როდეს დაიწყოს, ხო, ვინც თავის ინტერესებს ემსახურება და არა ხალხის. დიახ, აი ჩვენ მივედით ახლა პარლამენტარებამდე უკვე და ძალიან საინტერესო არის ჩვენ პარლამენტში ან საკრებულოში, ხო, რა არის საშუალო პარლამენტის წევრის ან საკრებულოს წევრის ან მინისტრის კარიერა, ანუ საიდან იწყებენ, როგორ იწყებენ, ხო, როგორც წესი. რაღაც ხო საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური გამოცდილება რაღაცა აქვს თუ არა აქტივიზმის გამოცდილება ან აკადემიური საქმეების რისი გამოცდილება აქვს ძირითადად. ამიტომ მე მას არ შემისწავლია ესე ვთქვათ, მეც ქართული პარლამენტარების 90% საქმეზე ვერ ვცნობ. აი ზედაპირზე რა ჩანს? ზედაპირზე ჩანს თავი რაღაცები, ხო? ბიზნესმენები პირველ რიგში განსაკუთრებით მაჟორიტართა გუნდში, მაჟორიტართა დასში ბიზნესმენები უამრავი მიგასაგები მიზეზების გამო მაჟორიტარები თავის ფულს დებენ ხოლმე წინასაარჩევნო კამპანიაში, მერე თავის გავლენებს იძლიერებენ ოლქებში, თავის ბიზნესებს,
ლობირებენ და ასე შემდეგ, ეს მანკიერი სისტემა, რატომაც ვემხრობი, რომ ეს აღარ გქონდეს, და ვემხრობი, რომ უკვე 2020 წელს ჩვენ გადავიდეთ უფრო დემოკრატიულ სისტემაზე, სადაც ქართული ხალხის ნება მხოლოდ ეს გადაწყვეტს პროპორციული, უფრო დემოკრატიული პრინციპით, თუ ის ექნება რამდენი ძალაუფლება. მაგრამ ძირითადად მთავარი პრობლემა რა არის ეს მაგ? ის რომ ეს ხალხი, ვინც პოლიტიკაში არიან, ისინი არ მოსულან პოლიტიკაში რაღაც პოლიტიკური მიზნის მსახურებისთვის, ხო? ისინი ან შემთხვევით მოხვდნენ პოლიტიკაში, ან თქო ვიღაცის გეხვეწები შედირათ ხო ესეთი პრინციპი. ხო, კი, აბსოლუტურად. მეგობრულად ვერ გაგიტეხავ. კი. ხო, რაღაც ერთი კაცი მჭირდება იმ ოლქში, ხო, მიდი რა შენ გააკეთე, ხო? ანუ ის კი არა რომ მთელი ცხოვრება რაღაც იდეალს იცავდა, ხო, რაღაც ადარდებდა, რაღაც უყვარდა, რაღაც და მობილებდეს კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, ხო, კონკრეტულ ეკონომიკურ ჯგუფებს, ხო, კონკრეტული საჭიროებების მატარებელ ჯგუფებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? ეს არც ესმით, ის კი არა მაინც ცუდი ხალხია, არ ესმით. ის არის ბიზნესმენი. იმან იცის ფული როგორ გაამრავლოს, იმან იცის მეტი მოგება როგორ ნახოს, ასე შემდეგ, ხო? და პოლიტიკასაც უყურებენ ბიზნესად. დღეს ამიტომ არის პოლიტიკის იდეა დაამსგავსეს ამ კომერციულ ესე იგი თამაშს, ხო? რაც არის ნუ ეს ჩვენი კაპიტალისტური კომპლექსური რამე არის, ეს წრე არის და ის რომ მხოლოდ 2% ვითარდება მთელი საქართველოს არის, მთელი საქართველოს ახლშია და მთელი ბიზნესები მართლშია, ყოველი მეორე კორპუსი ერთგვარი ადამიანის მიერ შენდება, ყოველი მეორე ბიზნესი არის ერთგვარი ადამიანის ხელში, ეს ვერ წამოყვანს წინ, თორე ეკონომიკურ განვითარებას ზუსტად ჩვენ ვფრობთ, მეც მგონია და თან ისეთ განვითარებას, რომელიც უფრო დემოკრატიულია და უფრო ჩამრთველია, ინკლუზიური, რასაც ქვია, ხო, რომ მარტო 1% კი არ გამდიდრდეს იქ მწვერვალზე. არამედ მეტი და მეტი ადამიანი გამდიდრდეს, გაძლიერდეს საშუალო ფენა და საყოველთაო ფონი ამაღლდეს. ასეც პირდაპირ გავლენა იქნება ქართული ოჯახის სტაბილურობაზე, ზოგად, ესე იგი, საზოგადოებრივ სტაბილურობაზე და პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე აგრეთვე. დიახ, ის რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ციფრებზე, რა თქმა უნდა, ყველას გვახარებს ეს ციფრები, რომ რაღაც ეს თრიანში და პროდუქტი გაიზარდა, იმ რეიტინგებში რაღაცას მატულობთ, მაგრამ წინ მივიწევთ, თუმცა ეს ციფრები ადამიანებზე თუ არ აისახა, ხო და აისახა ერთი-ორი ადამიანზე რეალურად, ხო, მაშინ გამოდის, რომ ეს ციფრები ჩვენთვის არ არის. ზუსტად, აი ამიტომ არის სულად დაგეთახმებით, წინვარი შენიშნა, ამიტომ არის ეს GDP, თრიანში და პროდუქტი მუშაკო მატყუარა. ეხლა ვიღაცა მილიონერი თუ კიდევ აიწევს მილიონების რაოდენობის თვალსაზრისით, ხო? და თქვა მილიარდერი გახდება, ან კიდევ უფრო მეტი მილიონის მფლობელი და GDP-ს გაზრდის, ხო, თქვა რამდენიმე ასეთი, ხო? ეს სულაც არნიშნავს, რომ ესმას და გრიგოლის ყოველდღიური კეთილდღეობა რაიმეთი შეიცვალა. სავსებით არნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის გამიზრდა და სადღაცა სტატისტიკურმა ციფრმა აიწია, ხო, თქვა, ან ეს იმუშავოს თვალსაზრისით, მაგრამ ის თუ რამეეცა საშუალო მოქალაქის დამატებით ისი შანსი მიეცა რანაირი პირდაპირ კავშირი დადებითი არ არსებობს. ხო, ვიღაცები მდიდრდებიან, დანარჩენი ღარიბდებიან და ღარიბდებიან. დღეს გვაქვს უფსკრული, ტოტალური უფსკრული ამ ორ ჯგუფს შორის ერთი მხრივ ყველაზე მდიდრები და მეორე მხრივ დანარჩენი, ხო? უკვე საშუალო ფენაზე ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ საშუალო ფენა მარტოს კი არნიშნავს, რომ ყოველ თუ რაღაც შემოსავალი გაქვს. ის სხვა კრიტერიუმებითაც იზომება, ხო? რამდენად სტაბილურია შემოსავალი, რამდენად დაცულია შენი შრომა, რამდენად ადეკვატურია ღირებულება ამ შრომის, რამდენად განჭრეტადია შენი მომავალი, უამრავი ფაქტორი. მარტო ის კი არა 3000 ლარი გაქვს საშუალო ფენა ხარ, ესე იგი, ეს არ არის ასე, ხო? ესაც სავსებით არ არის ასე. და ჩვენ ძალიან კაფეოდ უნდა შევხედოთ დავარქვათ ახალი დიალოგს, რომ დღეს საქართველოს არის მდიდრების და ღარიბების ქვეყანა. ჩვენ საშუალო ფენა უბრალოდ არ გვაქვს ფაქტობრივად და რაც გვაქვს შედარებითაც ჩამოგავს საშუალო ფენას, ის არის უკიდურესად არასტაბილურ მდგომარეობაში, სადაც ისიც არ იცის ზეგ იქნება თუ არა იმავე. იქნება ის 3000 ლარის ხელფასი თუ აღარ ექნება და ალბათ რომ გახდება ეგრევე სამსახურიდან გაუშვებენ, იქ დაემატება რაღაც კრედიტების ვალები და შრომის პროცესი აუცილებელია და ასე შემდეგ. კი, აბსოლუტურად. აქ ჩვენ ახლა თემას რეალურად გადავუხვიეთ, თუმცა არსებობს თეორია, რომ გადასახადებაც ადამიანები მდიდრდებიან, თუნდაც ის რამდენიმე, ისინი გადასახადებს მეც იხდიან და რაღაც სადღაცას ბიუჯეტს რაღაცას ეტყობა და შემდეგ უკვე სხვადასხვა სერვისებში ითარგმნება ეს. მაგრამ ჩვენ ისევ ახალგაზრდების თემას რომ დაუბრუნდეთ. რა შეიძლება გააკეთოს დღეს თქვენი აზრით ახალგაზრდამ, რომელსაც აინტერესებს თქვა პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური თემები, იმისთვის რომ რეალურად მისი ხმა სადღაც მიწვდეს და რაღაც პროცესებზე გავლენა მოახდინოს. როგორ შეიძლება რომ ეს წრე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გაიყვეს, რა უნდა რა ნაბიჯებია საჭირო?